პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სულიერი მრჩევლის, პასტორ მარკ ბერნსის პირადი მოწვევით, ალატრას დელეგაციამ, რომელსაც წარმოადგენდნენ პრეზიდენტი მარინა ოვცინოვა, ამერიკა და მოხალისე მარკეტა ვაცკოვა, ჩეხეთი, 4 დღიანი მოგზაურობაში მიიღო მონაწილეობა სამხრეთ კორეაში. ვიზიტის მიზანი იყო დემოკრატიული პრინციპების მხარდაჭერა, მათ შორის სიტყვისა და რელიგიის თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სულიერი დიპლომატიის განვითარება მშვიდობიანი დიალოგისა და ურთიერთპატივისცემის გზით. პასტორ ბერნსის ხელმძღვანელობით დელეგაცია დაესწრო ქალბატონი ჰაკ ჯაჰან მუნის, რომელიც ფართოდ არის ცნობილი, როგორც მშვიდობის დედა, სასამართლოს ხდომას და საჯაროდ გამოხატა მის მხარდაჭერა ამ კრიტიკულ მომენტში. ეს გზავნილი გაფრთხილებაა პლანეტაზე ყველა სარწმუნოებისთვის, განსაკუთრებით აქ, კორეაში. თუ ერთი სარწმუნოება იდევნება, ყველა დანარჩენიც განიდევნება. თუ ერთი რელიგია იდევნება, საბოლოოდ ყველა რელიგია განიდევნება. დღეს შეიძლება თავდასხმა ჯვარზე იყოს, ხვალ კი ყურანზე. საბოლოო ჯამში ეს ყველასთვის გაფრთხილებაა. ეს საშიშია, როდესაც რელიგიურ თავისუფლებას, რომელიც ზოგადად თავისუფლების ერთ-ერთი ფუნდამენტური კონცეფციაა, ესხმიან თავს. ეს დემოკრატიის პოტენციური კოლაფსის მაუწყებელია, აი ასე ვუყურებ მე ამას. სწორედ აქ იმალება საფრთხე. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ გერმანიაში, ბერლინში ყოფნისას, არ იცით, რომ ცუდი ბიჭები ხართ, სანამ სხვები არ გეტყვიან, რომ თქვენ მტერი ხართ. აქ ყოფნისას დაყურება, როგორ თანდათან ართმევენ რელიგიურ თავისუფლებას, როგორ თანდათან ართმევენ თავისუფლებას, რომელიც პირველი შესწორებით არის გამყარებული. ამერიკაში ჩვენ მათ პირველი შესწორებით გათვალისწინებულ უფლებებს ვუწოდებთ, მაგრამ აქ სიტყვის თავისუფლებას, პრესის თავისუფლებას თანდათან ართმევენ ხალხს. ამ ყველაფრის ეპიცენტრში ყოფნისას თქვენ არ იცით, რომ ეს ხდება, მაგრამ დანარჩენი მსოფლიო ამას ხედავს, რაც ხდება. სწორედ ამიტომ ახლა ხმამაღალი განგაშის სიგნალი რეკავს. თქვენ დევნით თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს. თქვენ დევნით ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ჩარჩოებს გარეთ აზროვნება. რწმენა არის წებო, რომელიც გვაკავშირებს. საზოგადოების კონტროლის სურვილით, თქვენ დევნით გონებებს, რომელსაც შეუძლია არასტანდარტულად იაზროვნონ, იმ საზღვრებს გარეთ, რაც ადამიანების უმეტესობას სჯერავთ. ამ მხრივ დოქტორ ჰანის დედა მუნის დევნა კვლავ სიმბოლოა, წინამორბედი იმისა, რაც შეიძლება მოჰყვეს. თუ დააკვირდებით ნებისმიერ ქვეყანას, სადაც დემოკრატია დაიშალა, დაინახავთ, იქნება ეს რუსეთი, ჩინეთი თუ თუნდაც ირანი, რომ რელიგიური ლიდერები პირველები არიან, ვისაც ესხმიან თავს და აიძულებენ გაჩუმედნენ. ეს არის საფრთხე და სიგნალი, რომელსაც მსოფლიოს უგზავნის დედა მუნის, დოქტორ ჰანის, ასევე მეუფე სონის და სხვა ლიდერების დევნა, რომლებიც თავდასხმის ქვეშ მოექცნენ. მაგრამ თავს ესხმიან არა მხოლოდ რელიგიურ ლიდერებს, არამედ პოლიტიკურ ლიდერებსაც. კიდევ ერთხელ, ჩემთვის ეს საფრთხის აშკარა ნიშანი და გაფრთხილებაა. ჩვენ აქ ვართ, რათა ვიმოქმედოთ სულიერი დიპლომატიის ჩარჩოებში. ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, რომ კორეის მთავრობას ან რომელიმე ლიდერს შევუტიოთ, არამედ იმისთვის, რომ გავაკეთოთ ის, რაც საერთაშორისო შეთანხმებებს არ შეუძლია. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ისეთ ენაზე ვისაუბროთ, რომელზეც იარაღი ვერ საუბრობს. ჩვენ ვატარებთ სიბრძნეს და არა იარაღს და ჩვენ ვსაუბრობთ საკითხის არსზე. როგორც ახლა ხან თქვი, დედა ჰანი შეუდარებელი სულიერი დიპლომატია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე კორეელი ერის გაერთიანებას ეხება. მე მჯერა, რომ ძალიან ცოტა სულიერ ლიდერს აქვს ასეთი ძლიერი პირდაპირი კონტაქტი კიმ ჩენ ინთან, რომელსაც შეუძლია მისი გულის მოლბობა და ამ ორი დიდი ერის გაერთიანება.
სულიერი დიპლომატია საშუალებას გვაძლევს მოვიცვათ მთელი მსოფლიო და შევიდეთ იმ კაბინეტებში, სადაც პოლიტიკოსები ვერ ხვდებიან. სულიერ ლიდერებს ამის გაკეთება შეუძლიათ და მე მჯერა, რომ სწორედ ეს ხდება ახლა. მე მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი თქვენს რამდენიმე პოლიტიკურ ლიდერს აქ კორეაში. ჩვენ არ დავასახელებთ მათ, მაგრამ როგორც სულიერ დიპლომატს, მე შემიძლია მათთან შეხვედრა. ისევე როგორც უკრაინაში, ინდოეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სვატინიში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში შემიძლია შეხვდე პრემიერ-მინისტრებს, პრეზიდენტებს და მონარქებსაც კი სულიერი დიპლომატიის სახელით და ზუსტად ეს ხდება აქ, კორეაში. ეს არის ჩემი გზავნილი კორეელი ხალხისადმი. დააყენეთ ღმერთი პირველ ადგილზე, კვლავ განადიდეთ ღმერთი კორეაში და დაბრუნდით იქ, სადაც პატივს სცემდით ღმერთს თქვენი დიდი ერის ცხოვრების ყველა ასპექტში. პასტორი ბერნსი ასევე პირადად შეხვდა ქალბატონ მუნს დროებითი დაკავების ცენტრში, სადაც ის ამჟამად იმყოფება. შეხვედრის დროს მან გადასცა სულიერი დიპლომატიის გზავნილი, რომელიც თანაგრძნობაზე, კეთილშობილებასა და მშვიდობის სურვილზეა დაფუძნებული. ეს არის სულიერი დევნა უმაღლეს დონეზე. და სწორედ აქ ერთვება სულიერი დიპლომატიის ძალა. მე შემიძლია ჩამოვიდე და მეუფე გრეგ ლოქს შეუძლია წავიდეს, სადაც საჭიროა და იმოგზავროს მსოფლიოში სულიერი დიპლომატიის დროშის ქვეშ. ის აქედან წავა და ტაივანში გაემგზავრება სულიერი დიპლომატიის მისიით, რათა მიმართოს მსოფლიოს მმართველებს, მსოფლიო ლიდერებს, წარმოადგინოს მორალური კომპასი, რომელიც მთელ მსოფლიოში გვიწყდება. ჩვენ გვჭირდება სულიერი დიპლომატია, რათა გავცდეთ საზღვრებს, პოლიტიკას და ფორმალურ შეთანხმებებს. ჩვენ არ ვატარებთ იარაღს, ჩვენ ვატარებთ ღვთის სიტყვას. დიახ, სინამდვილეში ეს დევნა მხოლოდ დასაწყისია, რადგან ამჟამად სამხრეთ კორეაში სხვა მსგავსი შემთხვევებიც არის გახსნილი. ასე რომ თუ ხალხი არ აღსდგება, არ ამოიღებს ხმას და არ გამოვლენ რელიგიურ სფეროში ამ ჩარევის წინააღმდეგ, მაშინ ის, რაც ქალბატონმა მუნმა და სხვა სულიერმა ლიდერებმა განიცადეს, მთელი ეკლესია თავის თავზე განიცდის. აბსოლუტურად. იცით, კოვიდმა ბევრი რამ გვასწავლა, თუნდაც შეერთებულ შტატებში. ჩვენს უფლებებზე მიდის თავდასხმა. დიახ, და თუ ახლა არ დავიცავთ მათ, ჩვენი შვილიშვილები დაზარალდებიან. დიახ, ასე რომ ახლა არ არის დრო ვიყოთ საყვარლები და კეთილები. ჩვენ უნდა ვიყოთ მამაცები. ნამდვილი გამბედაობა რთულ ვითარებაში იბადება. პასტორმა ბერნსმა სულიერი დიპლომატის სამკერდე ნიშანი გადასცა რევერენდ დემიენ დანკლის, ოჯახების მსოფლიო მშვიდობისა და გაერთიანების ამერიკული ფედერაციის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს. უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის დიდი კურთხევა და პატივია სამკერდე ნიშანი გადავცე ჩემს ძვირფას ძმას, რევერენდ დემიენ დანკლის, რომელიც განასახიერებს იმას, რასაც ჩვენ სულიერ დიპლომატს ვუწოდებთ. ის მთელ მსოფლიოში სულიერ დიპლომატიაში მონაწილეობს, სულიერი ლიდერი, რომელსაც ესმის, რომ თქვენთვის მინიჭებული უფლებამოსილება სხვების მსახურებაა და არა მათზე ბატონობა. თქვენ ემსახურებით, ბატონო, ამიტომ ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია გადმოგცეთ ამერიკის შეერთებული შტატების სულიერი დიპლომატის სამკერდე ნიშანი. ეს სიმბოლოა იმისა, რომ სადაც არ უნდა წახვიდეთ, თქვენ ესაუბრებით მსოფლიოს მონარქებს, პრეზიდენტებს, ელჩებს და პრემიერ-მინისტრებს, მიიტანოთ მშვიდობა, მიიტანოთ ღვთის სიბრძნე და არა იარაღი, გაცდეთ ფორმალურ ხელშეკრულებებს, გაცდეთ პოლიტიკას და გულში ატაროთ ადამიანებისადმი სიყვარული. ასე რომ მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით, ჩემო ძვირფასო ძმაო, მეუფე დანკლი, დოქტორ დანკლი, განიჭებთ სრულფასოვან სულიერი დიპლომატის წოდებას, რათა შეძლოთ სასიხარულო სიახლეს მიტანა მსოფლიოს ერებისთვის. დელეგაციამ ასევე მონაწილეობა მიიღო ფაქტების დამდგენი მრგვალი მაგიდის შეხვედრაში შეერთებული შტატების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან, სადაც რელიგიური ლიდერები, ადამიანის უფლებათა დამცველები და საერთაშორისო დამკვირვებლები შეიკრიბნენ, რათა განიხილათ სამხრეთ კორეაში ქრისტიანი ლიდერების წინაშე არსებული მზარდი გამოწვევები. შემდეგ დელეგაცია ეწვია გაერთიანების ეკლესიის ტაძარს, სადაც პასტორ ბერნსმა დამსწრებს სიტყვით მიმართა. დელეგაცია ასევე ეწვია სეგიოროს ეკლესიას, სადაც პასტორ ბერნსმა სოლიდარობა გამოუცხადა მრევლს და კიდევ ერთხელ დაადასტურა დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და რელიგიური თავისუფლების მნიშვნელობა ამ რთულ დროს, რადგან ეკლესიის ლიდერი, პასტორ სონგი, კვლავ ციხეშია. სწორედ ამიტომ ჩამოვედით აქ შეერთებული შტატებიდან, რათა ყველას მოუყვეთ, რომ პასტორ სონის საქმე მთელ მსოფლიოში ვრცელდება და მისი საქმე მსგავსი შემთხვევების სერიიდან მხოლოდ ერთ-ერთია. მე პირდაპირ ვუთხარი, რომ მისი საქმე ახლა ერთ-ერთია იმ საქმეთაგან, რომლებსაც ამერიკის მთავრობის უმაღლეს დონეზე განიხილავენ, ხედავენ.
პასტორ სონგი ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და ის, რაც ხდება, უსამართლობაა. მაგრამ ის ამას იყენებს არა შიშის დათესვის, სიძულვილის გავრცელების ან რაიმე სახის ცრუ რევოლუციის მოწყობის შესაძლებლობად, არამედ ღვთის სიყვარულისა და იესოს სიხარულის გასავრცელებლად, კორეაში ერთიანობის მოსატანად. ღმერთის მორწმუნე მამაკაცებისა და ქალებისთვის ერთიანობის მოსატანად და რომ კორეელიერი გახდეს ერი, რომელიც პატივს მიაგებს ღმერთს და მთელ პლანეტას სიყვარულსა და მშვიდობას მოუტანს. როგორც დღეს უკვე ვთქვით, დევნისკენ გაღებული ყველა კარი კატასტროფამდე მიგვიყვანს. ასე რომ ეს არის ნიშანი სეგიოროს ეკლესიისა და მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის, რომ ახლა არის შესაძლებლობა, რომელიც აქამდე არასდროს არსებობდა და რომელიც შეცვლის ამ დიდი ერის მთელ პარადიგმას. მადლობა, პასტორ სონგ, რომ გვასწავლით და გვაჩვენებთ, თუ როგორ ვიმოქმედოთ რთულ სიტუაციებში და წირვას სასწაულად ვაქციოთ. ზუსტად ამას გვასწავლის ის. ღმერთმა დაგლოცოთ, პასტორო. გვიყვარხართ და მოუთმენლად ველით თქვენს კვლავ ნახვას. დელეგაციის მონაწილეობა ხაზს უსვამს მზარდ გლობალურ ერთგულებას ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისა და რელიგიური თემებისთვის საკუთარი რწმენის დევნის გარეშე აღსრულების უზრუნველყოფის მიმართ. ალატრა მიიჩნევს, რომ სულიერი დიპლომატია, ღია დიალოგი და ურთიერთპატივისცემა სამართლიანობისა და გრძელვადიანი სტაბილურობის მიღწევის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საშუალებებია.